შვილმა სიგნალი ბრძოლებს რომ დაიწყონ. Esa, para adentro. Otra vez. ეს ორთაბრძოლა წინა კიკბოქსინგის ორთაბრძოლით დავსად იქნება 3 რაუნდი, 2 რაუნდი იქნება 3 წუთიანი. აქ ხელობა ქონდა ფოკუს. დახნის. ზვერავენ მოტკები მაინც ერთმანეთს. ძლიერი ფეხი აქვს როგორც ჩანს. მაგრამ კარგად იტანს. Kupacel. Orion kombinacja. Alden tak დაპირიშე ხვედრა. აგიგამ. ნახოთ, გახურდნენ მებრძოლები. არალეგალურ დაწესკენ მოუწოდა რეფერის გიგამ. მედია სერიოზული ტრავმა არ არის. ბრძოლაში ვართ. ძალიან ძლიერ დარტყმებს ცვლიან ერთმანეთში მებრძოლები. ყველა პოზიტიურ მომენტს გიგას მხრიდან ტრიბუნები დიდი ოვაციებით ხვდებიან. რაც მებრძოლისთვის რა თქმა უნდა დამატებით мотиваცია. აი კატალინის ეს კროსის მარჯვენა პირდაპირ საკმაოდ საფრთხეთო ჩანს და რამე უნდა მოიმოქმედეს. კარგად გზობს აქ დისტანციას ედუარდ კატალინი. რამდენჯერაც მისთვის არასასურველ დისტანციაზე მიდიოდა ბრძოლა, იმდენჯერ ფრონტ კიკით გაზარდა დისტანცია, ან კუთხე მოუჭრა მეტოქეს. ცოტა გადარჩა პირველი რაუნდის დასრულებამდე 15 წამი. ბოლო დარტყმა გიგას ანგარიშზე იყო. და ნახოთ მებრძოლები როგორ დაგვიბრუნდებიან მეორე რაუნდში, როგორი ენერგიებით. ჩამოტვირთა ორივე მებრძოლმა საკუთარი მეტოქე გონებაში. ნახოთ რა ტაქტიკა შეიმუშავებენ ისინი მეორე რაუნდში, რას შეცვლიან. მიიღებენ ახლა მათი კუთხეებისგან დარიგებებს და ორივე მებრძოლმა როგორც მიიღო, ასევე გაატარა უძლიერესი დარტყმები. საბოლოო ჯამში საჯებს ჩემი აზრით მარტივი საქმე არ აქვს ამ რაუნდის გამარჯვებულის გამოვლენაში. მე რატომღაც მაინც მგონია რომ ამ დაპირისპირებაში ჩვენ ფინიში ვიხილავთ. აქ შეკრებილ მაყურებელსაც სწორედ ეს გვინდა. აი გესმით ახლა შეძახილები როგორ ამხნევებენ გიგას. სულ მალე დაიწყება მეორე რაუნდი და გიგა დგას მარცხენა დგომში, ხოლო ედუარდ კატალინი გამოკვეთილად ორთოდოქსი მებრძოლია. აი ეს იყო უძლიერესი დარტყმა.
თითქოს არ შეიტყო ედუარდმა, თუმცა რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს ეს დარტყმა. ისევ მარცხენა პირდაპირი სიზორ კიკი ეგრეთ წოდებული ჰაერში, რომელიც ტანში მოხდა 3-ს და კარგ აპერკოტზე დაიჭირა ედუარდმა გიგა. ნახოთ, გაიხსნენ ბიჭები დაანთეს ცეცხლი ოქტაგონზე. ორივე ძალიან მაგარ კომბინაციებს თავაზობს. ორივე არ უფრთხის იმას, რომ რისკიან კონტრშეტევებზე გადავიდეს და ეს კომბინაცია აქვს გიგას ძალიან კარგად დამოღამებული, წინა ხელით ახსნევინებს მეტოქეს ბლოკს და გადადის მარცხენა პირდაპირზე, რამაც წეგან იდეალურად მიაღწია სამიზნეს. უხლი თუმცა დაიბლოკა ტანში. ძალიან კარგად იყენებს მარცხენა პირდაპირს გიგა და კიმეულად ხდება კატალინს. ყოველთვის რთულია მემარჯვენესთან. როდესაც მემარცხენე სტრაიკერი იბრძვის. მემარჯვენესთვის შედარებით რთული არის ხოლმე. ძლიერი გაცვლები. რაც უფრო დრო გადის, ყოველი დარტყმა უფრო და უფრო ხშირად ხდება სამიზნეს. აქ ცხვირიდან სისხლდენა აქვს, ხო? კი მეც მაგას ვაკვირდებოდი, გაუთხრა ცხვირი როგორ ჩანს. ეს წესით მას უფაში ოდნავ მაინც შეუშლის ხელს და აისახება გამძლეობას. რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მეტად დააზიანებს ეს ყოველივე მის კარდიოს. აი კომბინაცია იყო გიგასგან, და ასრულა კიდეც მუხლით, რომელიც მე მგონი ჯობია რომ გაუგზელოს. თითქოს დაღლა შეეწყო კატალინს. კი, ჩადგა რაღაც ბლოკში უფრო ისეთი აქტიური ვეღარ არის და გააქტიურდა გიგა ძალიან. აქ რა თქმა უნდა კონტრდარტყმაზე შემოქმედი დარტყმებზე უნდა იყოს ფრთხილად და დასრულდა კიდეც მეორე რაუნდი. ბრავო. საოცარი რაუნდი იყო ესეც. საოცრად ამტანი ბიჭები არიან. მეორე რაუნდში ორივეს უფრო ნაკლებად აინტერესებდა თავდაცვა და მხოლოდ ზიანზე იყვნენ მომართულები ორივე. ვიცოდი რომ მეორე რაუნდი თავსახად გიგასკენ არის. ეთერფები ზიანის ხრივაც და ნიშნულოვანი დარწმუნის ხრივაც თუ გადაწყვეტილებამდე მივიდა საქმე, მესამე რაუნდი გადაწყვეტა ალბათ აპირისპირების დექს. ნახოთ რომელ მებრძოლს უფრო მეტი ენერგია შერჩა მესამე რაუნდისთვის. ფაქტია რომ ორივე მებრძოლმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს ბოლო რაუნდში, რადგან არც ერთ მებრძოლს არ აქვს განაღდებული ამ ბრძოლის მოგება. თუ რა თქმა უნდა ქულებამდე მივიდა საქმე. მიიღო ორი დარტყმა ბლოკში კატალინმა და ძლიერესი მარცხენა ჰუკი გაუტარა. აქ ისე არალეგალური დარტყმის კერი.
მიანიშნებს Nosotros, venga, hay que dominar, venga. გიგა Ya, რეფერის. vamos, canillazo, ya. ¡No! Eso, esta vez. Eso, venga, vos, muy bien. Patea esta, y otra vez, Cata. Solo tiene la zurda, contesta. Ponle. Hazle para esa zurda, Cata. Va, seguimos para atrás, Cata. Vamos, que seguimos para atrás. Vamos, domina. Esta, buena. Patea allá. Esta. Va, esta. Seguimos, Cata, muy bien. Sigue tú, mi campeón. Esta. Otra vez, Cata, que está muerto. Vamos, Cata. Vamos. Patea. Está muerto, Cata. Domina, va. Y otra vez, muy bien. Tira los rodillas. ძალიან ძლიერი მარცხენა აქვს გიგას და თითქმის ყველა მისი მარცხენა გარტყმა აღწევს სამის ნიმზე ვერა ხელს კატალონია აიციოს ან დაბლოკოს ფუტკების გაცვლა რელენცვალეს ორივე დაიბლოკა თუმცა არ გეგონოთ რომ ეს ბლოკი რაიმეს დიდად ცვლის ხელში მიღებული ეს დარტყმაც დიდ კვალს ტოვებს მებრძოლის აი ხედავთ რომ აწეჩებულია ხელზე დაზიანებები დაზიანებები აღინიშნება ორივეს სწორედ ამ ბლოკისგან აი კორპუსში მოარტყა ის ისე მარცხენა გიგამ ბოლო აფეთქებები წუწე ნაკლებია დარჩენილი ბრძოლის დასრულებამდე ძალიან დაღლილი ჩასული კატალონი თუმცა ენერგია მაინც მონახა ამ ნახტომისთვის რა თქმა უნდა მაინც ცდილობს რომ გადაარჩინოს ეს ბრძოლა სანახაობრივად უნდა რომ წამოიღოს მესამე რაუნდი ხოლო გიგა შედეგზე აკეთებს აქცენტს მისი დარტყმების უმეტესობა მიზანს აღწევს გიგას სახეზე საერთო დაზიანება არ აქვს ხო სახეში მას დარტყმები თითქმის არც მიუღია აი კომბინაციურად შეუწევა გიგამ და აქტიურია გულშემატკივარიც მესამე რაუნდი დასრულდა მესამე რაუნდიც ორივე მებრძოლი თავს გამარჯვებულად გრძნობს ორივეს ხელები მაღლა ქონდა როდესაც დაიგეს გონგის ხმა ძალიან ლამაზი ბრძოლა შემოგთავაზეს ძალიან შეურყევრად იბრძოლეს ბიჭებმა და ოვაციებით არ დაიშურა ამის გამო დარბაზთან უფრო დავეუძებით ვეგეთ და მეტი მაქვს რომ გიგამ მოახერხებს ამ ბრძოლის მოგება ორივე მებრძოლმა ძალიან შეუპოვრად ბრძოლა თავის მაქსიმუმი გაიღო ორივე ნახოთ როგორც შეაფასეს ფაგებმა სამივე რაუნდი ერთადერთი რაც ვიცით დანამდვილებით არის ის რომ კატალინის პროგნოზი არ გამართვა და კარიერაში მერვე ნოკაუტი ვერ მიითვალა ამ კონკრეტულ ბრძოლაში. All right. After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest for the winner out of the red corner, Giga Khupasaria.